არის პლუსი, რომ მე და რამოდენიმე ადამიანი კიდე ხმას ვიღებთ სიმართლისთვის. უმეტესობა არის გრაფიტი არტისტები რა, რომლებიც საკუთარ სახელს ხატავენ რა. კი, ნებისმიერი გამოვლინება, რაც დაუკითხავად ხდება, თუნდაც საკუთარი სახელის, ეგაც პროტესტია, არა ეს ისეთი არ არის, როგორიც საჭიროა აქ და ახლა. Street art-იც და გრაფიტიც ორივე ილეგალ, ანუ უკანონოა, ასე თქვა, დაუკითხავია ცოტა უფრო სუფთად რო ვთქვა. უნდა იცოდე, რომ ხატავ, ანუ გულისწყეთა და მსგავსი რამ გადააგდო გვერდით, რადგან street art-ი და გრაფიტი რჩება ფოტოებად და ვიდეოებად რა. იმ ხალხის მეხსიერებაში, ვინც ამას ესწრება, ჩვეულებრივი გამვლელი. იყო მომენტი, რომ შენობაზე ორი ფეხი წონასწორობა მქონდა დაჭერილი და ხატავდი და ამ დროს მაქამდე სანამ ავიდოდი რომ გამეგზელებინა. ორი ახალგაზრდა თუ სამი იყო, არ მახსოვს. ბავში მოვიდა სკოლის მოსწავლეები იქნებოდნენ და ტაბუ შენახარ, რა მაგარია ასწორებს. რით შემილია დაგეხმარო, რა შემილია გავაკეთე შენთვის. მეთქი რავი, ერთმა მარჯვნივ გაიხედოს, მეორემ მარცხნივ, მესამე მობილური აიღოს და გადამიღოს ხო რა. Street art-ი და გრაფიტიც ერთ-ერთი თემა არის იმის, რომ ქალაქი ცოცხალია, სუნთქავს. უარყოფითი ის არის, მიერი გამლელი აგიშარდება, ან დარეკავს იქ სადაც არ უნდა გავიდეს ზარი, ან ვინმე დაგადგება მერიიდან, სხვადასხვა სამსახურებიდან, ვისაც არ ეზარება ყველა მხატვრებს დაძლევს, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი საღებავია. დადებითი კიდე ის არის, რომ ხალხს ძლევ ყოველი ფერით კედელზე შესხურება იქნება თუ მონასმი იქნება, საინტერესო მესიჯს აძლევ სიფერადეს, აძლევ ისეთ მესიჯს რა, რაზეც დიდი ალბათობით ისაც თანახმა იქნება რა. მათებლ ყოველს რა, პროტესტი ყოველთვის იქნება, სანამ იქნება უსამართლობა. Thank you.